მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება რა ხდება მის ცხოვრებაში, რას ფიქრობს ჩემზე, რა ნაბიჯები ექნება. დღეს ვაკეთებთ ერთ პოზიციან გაშლას, ასარჩევი პოზიციები დღეს არ გვექნება. თუ თქვენზე რეზონირდა დღევანდელი გაშლა, ბოლომდე უყურეთ ვიდეოს, ასევე შეგახსენებთ, რომ ჩაწერილ ვიდეოებს შეგიძლიათ უყუროთ. რადგან მაშინ იწყებს ვიდეო რეზონირებას, როდესაც მას ჩართავთ და მოусმენთ. არ აქვს მნიშვნელობა, როდის არის ის საიტზე განთავსებული. ჩაიფიქრეთ ის ადამიანი, ვისაც გინდათ, რომ დღეს ტარომ პასუხი გაგცეთ, შეგიძლიათ მისი სახელით წარმოსთქვათ და გავიგოთ რა ხდება მის ცხოვრებაში. მის ცხოვრებაში არის კონფლიქტი ახლა, რომელიც უკავშირდება ქალს, რომლის ზოდიაქოთ შეიძლება იყოს ვერძი, ლომი ან შვილდოსანი. თუ თქვენთან არის კონფლიქტი, გაუგებრობა, რთული ეტაპი, ეს შეიძლება თქვენ გიკავშირდებოდეთ. თუ ახლა ჩვეულებრივ კონტაქტობთ მასთან, ეს შეიძლება იყოს მისი წარსული ურთიერთობა, ან ურთიერთობა, რომელიც ვერ დახურა, პერიოდულად კონფლიქტში არის ესეთი ტიპის ადამიანთან. ქალი არის საკმაოდ დომინანტი, ამ შემთხვევაში ლიდერი. კონფლიქტში ადვილად ხვება ამ მამაკაცს. და თითქოს მათ შორის არის რაღაც მნიშვნელოვანი საკითხი, სადაც ხდება ან ქონების გაყოფა, ან რაღაც დაგროვილი, ერთობლივად შექმნილი, ან ბიზნესის, ან რაღაც დეტალები არის კიდევ ერთობლივად რაღაც შექმნეს და ამ ადამიანების გზები გაიყო და ახლა მიდის მათ შორის კონფლიქტი, რადგან ვერ გაუყვიათ რაღაც თანხა. თანხასთან დაკავშირებული პრობლემა არის, თუ თქვენთან არის ეს დაკავშირებული, თუ მაგალითად ამ პიროვნებამ ასეთ სიტუაცია გაქვთ, თქვათ, რომ თქვენგან თანხა დასჭირდა, თქვენ მას დაეხმარეთ. რატომღაც ფიქრობს ეს პიროვნება, რომ აუცილებლად ამ საკითხზე, თუ ახლა ამ საკითხზე არ გაქვთ კონფლიქტი, მისი განცდა არის მის ცხოვრებაში ესეთი ფიქრები აქვს, რომ ცხოვრებაში დადგება ისეთი ეტაპი, სადაც თქვენთან ამ საკითხზე ან კამათი მოუწევს, ან არასასიამოვნო სიტუაციაში ჩავარდება. ყოველ შემთხვევაში ამ პიროვნებას აქვს რაღაც გადაულახავი პრობლემები ამ წუთას ფინანსებთან, რაც ძალიან უხერხულ სიტუაციაში აგდებს. კიდევ ერთი მძიმე არკანი. თითქოს ყველაფრის გამოსწორებას ცდილობს, რომ რაღაც საქმეს ხელი მოკიდოს, გაუმკლავდეს, მაგრამ ძალიან რთულად გამოსდის ამ ეტაპზე რაღაც თავისთვის ასიკეთო პერსპექტივების ან თავისთვის ასიკეთო გზის გამონახვა. ფიქრობს ეს პიროვნება, რომ ამ ეტაპზე მის ცხოვრებაში რთული ეტაპი დგას, იღბალმა ზურგი აქცია, შეიძლება ამასაც ფიქრობს, რომ რაღაც მომენტში უიღბლოა, რაღაც მომენტში ასე ძაფრად ამ სიტუაციის მის საწინააღმდეგო შემოტრიალებას არ ელოდა, რაღაც ბედს უჩივის ეს პიროვნება. და საკმაოდ დიდ ემოციებში არის, რადგან მოდის აქ თასების მეფის ენერგიაში, აქ საკმაოდ ემოციურ ენერგიაში არის შექმნილი დღევანდელი ფონი, ეს კონფლიქტი, ეს გაუთავებელი დავა, მასზე ემოციურად ძალიან მოქმედებს. მოდი გავიგოთ, რას ფიქრობს თქვენზე ეს პიროვნება.
აქ არის ორი სიტუაცია. თუ ეს კონფლიქტი თქვენ არ გიკავშირდებათ ამ ადამიანს თქვენთან, კომუნიკაციის სურვილი აქვს, ფიქრში აქვს თქვენს მიმართ ბევრი გეგმა, მაგრამ ამ ეტაპზე თითქოს აქტიური შეუძლია რომ იყოს, მაგრამ განგებ დაიხურა იმდენს აღარ გწერთ, ან ისე ძალიან გულს აღარ გიშლით, რადგან თავისი პრობლემები, თავისი ეს სიმძიმე თქვენთან არ მოიტანოს და ფიქრობს, რომ თქვენთან შეიძლება ახალი ეტაპის დაწყება, ან რაღაც შემოთავაზება ჰქონდეს თქვენთან მოსვლა სურს, ფიქრობს თქვენზე, რომ ხართ ძალიან ძლიერი პიროვნება, ინიციატივიანი, გახსნილი, დადებითი, ფიქრობს, რომ საკმაოდ დიდი იუმორის გრძნობა გაქვთ, მის ცხოვრებაში ნათელი პერიოდის შემოგაქვთ, მასთან აქტიურობის სურვილი გაქვთ. ამას გრძნობს, რომ თქვენ არ გღლით ეს ადამიანი და პირიქით რაღაც ენერგია რომ გაუყოთ, გაუნაწილოთ, რაღაცა გაამხიარულოთ მასთან ურთიერთობა, რაღაც უფრო დადებითი ენერგიით დამოხტოთ, აი ეს ყველაფერი ეფიქრება, რომ ძალიან პოზიტიური ადამიანი ხართ, მაგრამ თვითონ არის რატომღაც ახლა რთულ მდგომარეობაში და აქედან გამომდინარე ცოტა თქვენს ენერგიას ჩამორჩება მისი აქტიურობა. ან შეიძლება რაღაც მომენტში თვითონაც ცდილობს რომ გახალისდეს, მერე ეს ყველაფერი ახსენდება და გულდახურული ხდება. თქვენზე ფიქრობს ამას, რომ თქვენც მერე როდესაც მის უკან დახევას გრძნობთ, თქვენც იკეტებით და რაღაც მომენტში სიტუაცია მძიმდება. თუ თქვენთან არის კონფლიქტი დაკავშირებული, აქ ამ შემთხვევაში ფიქრობს, რომ ძალიან აქტიურად შეეცდებით გამოიყვანოთ ეს ადამიანი თავისი კომფორტის ზონიდან და ის გააკეთებინოთ, რაც თქვენ ჩაფიქრებული გაქვთ და რაც მისგან ახლა გსურთ. ფიქრობს, რომ ბოლომდე დაიხარჯებით, მიაწვევით ამ საქმეს ბოლომდე და რაც არ უნდა თქვათ თავი აგარიდოთ ან კონფლიქტში არ შემოვიდეს, მაინც თქვენსაც გაიტანთ, ანუ ძალიან ინიციატივიან პოზიციაში გხედავთ. ნახოთ აბა რა ნაბიჯები ექნება ამ ადამიანს. ნაბიჯები აქ ყველანაირ შემთხვევაში არის საკმაოდ ნელი, გაწონასწორებული, ფიქრობს, რომ არ დაუშვას შეცდომა, არ აჩქარდეს, არ დაიბნას, ცდილობს, რომ ფიქრებს თავი მოუყაროს, რადგან ემოციები ძალიან უშლის ხელს ამჟამად. და კიდევ აქაც ორი სიტუაცია შეიძლება ავწეროთ, თუ თქვენთან არანაირი კონფლიქტი არ აქვს ამ ადამიანს, შეცდება, რომ თავისი დღევანდელი პრობლემები მოაგვაროს და იქამდე ნაბიჯები ჰქონდეს. ცოტათი არარომანტიული, თავდაჭერილი, თუმცა ამ ყველაფრის ფონზე მაინც არ გაიფუჭოს თქვენთან ურთიერთობა და თქვენს სივრცეში დარჩეს, უბრალოდ რაღაც მომენტებში შეამჩნევთ, რომ მეტის გაკეთება შეუძლია და განგებ თავს იკავებს და უფრო თავდაჭერილ პოზიციაში დადგება, თუმცა მისი ნაბიჯები მაინც იქნება თქვენს ცხოვრებაში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთლიანად ჩაიკეტება, უბრალოდ მიხვდებით, რომ იმ დოზით არ იქნება აქტიური, რაც შეიძლება რომ მან გააკეთოს თქვენთვის. ანუ შენიშნავთ განგებ თავშეკავებულობას. რომანტიულობის დეფიციტი შეიძლება ცოტა იყოს ამ შემთხვევაში. თუ კონფლიქტში თქვენ ხართ და ეს ქალბატონი, ვინც ავღწერე, ეს ადამიანი თქვენ ხართ და იცანით სიტუაცია, რომ კონფლიქტი თქვენ შორის არის, ამ შემთხვევაში მისი ნაბიჯები იქნება იმ სიტუაციისკენ მიმართული, რომ თქვენი ეს შემტევობა, თქვენი ეს გარცეცხლი ენერგიულობა, იმის სურვილი, რომ თუ რაღაც წამოჭერით საკითხი იმ წუთშივე მიიღოთ პასუხი, იმ წუთშივე მიიღოთ მისგან ზუსტი ინფორმაცია, დაუნიშნოთ შეხვედრა და იმ წუთას მოვიდეს და ესეთ რაღაც ძალიან აქტიურ ენერგიაში რომ იქნებით, მისი ნაბიჯები თქვენთან მიმართებაში იცით როგორ იქნება, რომ შეიძლება რომ ეს თქვენი ბობოქარი ენერგია გაანეიტრალოს. შეეცადოს, რომ უფრო სათავისოდ მეტი დრო აიღოს, მოსაფიქრებლად დრო დაიტოვოს, სიტუაცია განმოხტოს. რამდენად გამოუვა,
იმდენად დიდი ენერგია არის თქვენში კვერთხების, რომ იცის, რომ საბოლოოდ მაინც იმ შედეგს ვერ გაექცევა, რაც თქვენ გინდათ, ის უნდა გააკეთოს, მაგრამ მაინც შეეცდება, რომ რაღაც მომენტში წინააღმდეგობას თუ ვერ გიწევთ ბოლომდე, რაღაც მომენტში ისეთი პოზიცია დაიჭიროს, რომ აი ესე სწრაფად არ აყვეთ ტემპში და შეამციროს და შეანელოს თქვენთან მიმართებაში რაღაც პროცესი. Ну, შეიძლება აქ ვიგულისხმოთ ისეთი რაღაც, რომ თქვათ დილით თუ მიწერთ ღამეს საღამომდე ესე ტელეფონი გადადოს და თქვენთან პასუხები აღარ დაგიბრუნოთ, რომ მოიფიქროს, დამშვიდდეს და რაღაც დროში გაწელოს ეს სიტუაციები, მისი ტაქტიკა და ნაბიჯები არის ეს. დანარჩენ შემთხვევაში იგივე სიტუაცია არის, აქ შეიძლება რაღაც მომენტში ადრე უფრო მალე გპასუხობდა ჩატყობინებებს, ახლა ცოტათი ეს უპასუხო შეტყობინებების ინტერვალი გაიზრდება. იქიდან გამომდინარე, რომ მას აქვს ბევრი საფიქრალი და რაღაც ეს კონფლიქტური ვითარება, რაც თავიდანვე გამოგვიკვეთა დღევანდელმა გაშლამ, მისთვის არის ძალიან ემოციური ფონი და მისი ფიქრების დიდი ნაწილი ამ პრობლემის რაღაცნაირად მოგვარებისკენ მაინც არის მიმართული. დაგემშვიდობებით. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ ყველას. მომავალ შეხვედრამდე.